დავიწყოთ ახალი ეპიზოდის გადაღება. ეხლა ვართ პარკში, ასე გამოიყურება და ამ პარკს რო ხედავ ხოლმე, სულ მინდება რომ ჩემი როლიკები აქ მქონდეს, იმიტომ რომ აქ არის ესეთი გზა და მშვენივრად ვივლიდი, გავერთობოდი, დროს გავიყვანდი. ჩემთვის უნდა მივწერო ერთი რო ეცლება გამომიგზავნოს. ესე იგი, დილიდან გარეთ ვართ, რაღაცა სამსახურის შემოთავაზება გაჩნდა პაატასთვის და ეს უნდა ქონოდა გასაუბრება. ეხლა არის მაგ გასაუბრებაზე შესული და მე ვერ მოვასწარი დილით ჭამა ვერც პაატამ ვერ მოასწრო, მაგრამ მე გუშინ საღამოსოთ არ მიჭამია და იმდენად მშია, რომ გამოვედი ახლა. სანამ გაარკვევენ ერთმანეთში რა როგორ იქნება, მე მირჩენია რომ ჭამოთ, მაგრამ ფეხზე ვეღარ ვდგავარ მართლა. პაატას გარეშე გადაადგილება არ მომწონს. ყველგან ერთად რო ვიარეთ მთელი ეს ერთი თვე და ყველგან ერთად რო ვიყავით, ეხლა რაღაცნაირად ვარ. ამოვისუნთქე და გამოვიხედე თვალებიდან, ძალიან მშიოდა. ესე იგი, შევედი ახლო-მახლოს რა კაფეც ვნახე და იმ ადგილას საერთოდ არ ჩანდა მაგდენი ხალხი, რამდენიც მე დამხვდა მაგ კაფეში. აი, ყველა მანდ იყო აბსოლუტურად და როგორ უყვართ რა, აი, ძალიან უყვართ კაფეებში სიარული, მე იქ რო შეჭამენ კიდე კარგახანი ჯდომა და თან ეწყობათ ხელი მაქსიმალურად როგორც ჩანს რა, ყველა იყო გამოსული სამსახურის შესვენებაზე, როგორც შევამჩნია, იმიტომ რომ ეს ფორმები ეცვათ თავიანთი სამსახურის და თან ყველაფერი იყო ძალიან იაფი რა. თავიდან რო დავინახე მენიუ, ვერაფერი ვერ გავიგე. Google-ში სერჩავდი, მეთქი ეს რა საჭმელი არის, შეიჭმევა, ანუ ყველათ არ შეუკვეთა და ბოლოს უევო ვიცანი, ანუ კვერცხით იყო რაღაცა და მეთქი ოკეი, იყოს ცილა არის, შევჭამთქო რა. ეგ შეუკვეთე და რაღაცა აჯობსანდლის მსგავსი მომიტანეს, რომელსაც ზემოდან ჰქონდა შემწვარი კვერცხი. ოღონდ დათქვეფილი არ იყო, აი, ჩვეულებრივ მთლიანი კვერცხი შემწვარი და არ ვიცი მშიოდა და მაგიტომ მომეწონა ესე ძალიან თუ მართლა ძალიან გემრიელი იყო. აი, ძალიან მომეწონა და პურს ვუკვეთავდი, მეთქი ცალკე ხო არ შევჭამთქო და იმ გოგომ არ შემაკვეთინა რა. და რო დავჯექი მაგიდასთან, იქ ორი შეფუთვა პიკოლები დამხვდა, ესეთი გახუხული პურები და ერთი პური დამხვდა. და მე მივხვდი რატომაც არ შემაკვეთინა, ანუ ეგ თურმე შედიოდა მაგ მომსახურეობაში რა, რაღაცას რო უკვეთავ, ეგენი მოყვებოდა. გადავიხადე 4.5 евро, ერთი სრული პორცია იყო, დამაკმაყოფილა ძლივს და ეხლა შემიძლია ვიაზროვნო. პაატა დარჩა იქ და მე მარტო ბრუნდები სახლში. მითხარ ვარ დამელოდო, ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდესო და 2 საათში გვაქვს სკოლა. ხო და დღეს ავარაუდოთ გაუცდება ყველა ვარიანტი იდეაში და ორივე რო არ გავაცნიოთ, ჯობია რომ იმაინც წავიდე. აი ამ პარკში მინდა რომ ვიარო ხოლმე ჩემი როლიკებით, იქნებ ვინმე მაინც გავიცნო იგივე ინტერესით და ცოტა დამეხმარება ესპანურის პრაქტიკა. გამოვიწყდა რომ მომეყოლა, ესე იგი ვიღაც ტიპი მოვიდა. მოკლედ როგორ იყო, რო შევედი, ცოტა დაბნეულად ვიყავი, იმიტომ რომ ჩემს წინ დარბოდა, რა ვიცი, მე მგონი 5-6 მიმტანი, თან როგორ დარბოდნენ, იცით, აი, გიჟებივით დარბოდნენ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვერ ხვდებოდი ვისთვის რა უნდა მეკითხა, ვერ დავინახე მენიუსად იყო და გაურკვევლობაში ვიყავი და ეს ერთი ტიპი აშკარად მიყურებდა რა და გამიკვირდა, იმიტომ რომ აქ ძალიან ერიდებიან ხოლმე ესე მიშტერებას და რაღაცა და არ შემიხედავს რა, დავაიგნორე მოკლედ და მე ნუ ამ ერთმა გოგონამ გამარკვია რომ აქ არისო მენიუ აარჩიო რაღაცები, რომ ავარჩიე, დავჯექი და ძალიან სწრაფად მოიტანეს, მე მგონი 3 წუთში მომიტანეს, შეკვეთა, არ ვიცი რანაირად. ალბათ 10 წუთი ვიჯექი, სულ რაღაც, მე ავდექი და გამოვდივარ რა და ეს ტიპი, რომელიც შევამჩნიე მანამდე რომ მიყურებდა, მაწვდის ტელეფონს რა. ხო და მე მივდივარ გადასახდელად და მეთქი ეს ტიპი ხო არ არის აქ. აი ეგ რა შვაში იყო საერთოდ. ვიფიქრე რომ მეთქი ეს ტიპი ხო არ არის აქ მაგ თემაში, ვისთანაც იხდი თანხას რა და მე ჩემს ტელეფონს ვაწვდიდი და დაიბნა რა და მე მივხვდი რომ ოკეი, მეთქი რაღაც სხვა ამბავია და მომაწოდა ისევ თავისი ტელეფონი და ტრანსლეიტით ქონდა გადათარგმნილი, რომ დავინახეო რომ შემოხვედიო, ძალიან ლამაზი ხარო. შენი გაცნობა მინდაო და დაგპატიჟებო, არ ვიცი რა მეპატიჟებ, ბარში თუ სათქოს დაგპატიჟებო, თუ რაღაც ეგეთი ეწერა რა და WhatsApp-ის ნომერი ეწერა. და თუ დათანხმდებიოთ რაღაც ეგეთი რა. ხო და გამოვარდი ეს ტელეფონი და
დავწერე რომ მადლობა მეთქი კომპლიმენტისთვის. შეყვარებული მყავს თქო რა და მივაწოდე უკან. და ოკეიო. და მადლობაო რა, გრასიასო, ეგ გავიგე რომ მითხრა და პირველი შემთხვევა მქონდა რა. პირველად დავრჩი მარტო და პირველი შემთხვევა მქონდა. ხო და ეს ტიპი აშკარად დიდი იყო ჩემზე, ასაკით თან კარგად დიდი იქნებოდა რა. ყველგან ერთნაირები არიან მეგობრებო, სადაც არ უნდა წახვიდე, ეგენი ყველგან ერთნაირები არიან. ოკეი, მოკლედ, ეხლა ცოტა მივალაგებ ოთახს, იმიტომ რომ დილით რომ დაგვირეკეს, გიჟებით გავცივდით მართლა, იმიტომ რომ ნებისმიერი შესაძლებლობა და ნებისმიერი შანსი ახლა რაც გამოჩნდება, უნდა ავიღოთ ეგრევე დაფიქრების გარეშე და ოთახი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მივალაგებ და მერე წავიდეთ სკოლაში მარტო. გადასარევი ამინდია. აი ეს აუწყია თუ უკვე ნახე როგორი რამაზია. ამოიდე, ეს უნდა გადავატრიალოთ ამას. ახლა ახალი კარადა არის ნონასი. მომდევნო დღე გათენდა და მარტო ვარ ისე. მეცადინეობ გუშინ რაც მოგცა მასწავლებელმა. ხვალ გვაქვს ისევ გაკვეთილი გვაქვს რა, მე წავალ ისევ მარტო. და მომზადებული რომ წავიდე. სახლიდან გამოვედი, ჩემო ბაბუნამ დამირეკა რომ გამოვედიო და წამოდი ვივარჯიშოთო და მივდივარ დარბაზში. დღეს ველაპარაკე ჩემდას, ვუთხარი რომ აქ რაღაცები მჭირდება თქო და იქ დაწყობილი მქონდა ჩემს ოთახში. მერე რო არ ეწვალათ გამოგზავნაზე სავარაუდოდ რაც დამჭირდებოდა ეგეთი რაღაცეები და ეგ ყველაფერი უნდა მიიტანოს ახლა საქართველოს პოსტაში და უნდა გამომიგზავნოს ალბათ 3 კვირაში ჩამოვა დაახლოებით ეგრევე ვარაუდობ და ზუსტად არ ვიცი. ფეხსაცმელებია, რაღაცა ზედებია, რაღაცა სავარჯიშო ტანსაცმელიც არის, ჟაკეტი საერთოდ არ წამომიღია და ძალიან შევწდი, ძალიან დამჭირდა და რაღაცეები რა. ვაიმე, სად მელუდება ჩემი ტიმონუნი. ვივარჯიშეთ, მოვედით სახლში, ეხლა არის პირველი 10 წუთი და მე ხო კარგად არ გამომდის საჭმელების კეთება და პატა მიკეთებს ხვალისთვის საჭმელს, ისევ მარტო რომ ვიქნები რომ ვჭამო და სამაგიეროდ მე გამომდის სენდვიჩების კეთება ძალიან კარგად და მე ვუკეთებ სენდვიჩს და ეხლა გაჩვენებთ პროცესს. სენდვიჩს ვუკეთებ, ხვალ რო წაიღოს იქ რო წავა. ესე იგი აქ გავუკეთეთ თინუსი, აქ გავუკეთე სალათის ფურცლები, მაგრამ პატას არ მოეწონა ეს ნაწილები, ამ სალათის ფურცლების რაღაცა მწარე იყო, ამიტომ მარტო ესენი გავუკეთე. აქ გავუკეთე ესეთი უშაქრო დაჯანდება კეჩუპი და ეხლა უნდა გავუკეთო მოხარშული კვერცხი, თუნა და ესეთი გახეხილი ყველი. პატა აქეთ ფარშს აკეთებს, ანუ ინახავს შემდეგისთვის და აქეთ მიკეთებს ფარშიან მაკარონს. აქეთ არის მაკარონი, აქეთ არის ფარში. იქით სოსის ხარშავ, მეორენაირიც უნდა გავუკეთო, წასაღებად. ხომი ფარშიანი მაკარონი, კაი, ცხელი. დიანას კითხე შეგორჩი და დიანას სარდას. კვერცხს შევიწო. ესეთი გამოდის, ტუნად შუქენი, მოხარშული კვერცხიც, ყველიც, ეხლა მთავარია კარგად გადავახვიოთ.
მზად არის. ეხლა ვეროლდები სოსის როდის მოიხარშვა, რომ მეორეც გავუკეთე და ნახეთ თუ რა გამიკეთა ამას სოფაში. ჩემი ფავორიტია ეს, ჩემი ფავორიტია. Desayuno. Desayuno არის საუბრობ. მეორე დღე გათენდა. კი არა და რა ვიცი, რამდენი დღე გადავაბი ამ ბლოგში. ერთი დღე რო გადავიღო ხოლმე ისეთი არაფერი ხდება, ამიტომ რამდენიმე დღეს ვიღებ ხოლმე ერთად. მოკლედ საკმაოდ დილა არის, როგორც ხედავთ, ჯერ მერკადოდაც კი არ არის ღია. და მოვედი უკვე დარბაზში, იმიტომ რომ პატარა წავიდა, გამოვყევი მეტრომდე და მეც მინდა რომ მივეჩვიო ესე ძალიან ადრე ადგომებს. უფრო პროდუქტიული დღე მექნება. მერკადონაში ვარ, მეგობრებო. აქ გადავწყვიტე მეცადინეობა. ესე იგი, ეს ჩვევა მქონდა ხოლმე აბიტურიენტი რო ვიყავი და როგორც ჩანს, ისევ გამომყვა. ძალიან მიყვარს სხვადასხვა ადგილებში მეცადინეობა. სახლში ყველაზე მეტად ვიღლები ხოლმე მეცადინეობისგან და ის ხო ადგილებში თუ მეცადინეობა არა. აი მაგალითად აბიტურიენტი რო ვიყავი, მახსოვს რომ ბოლო პერიოდი უკვე მეცადინეობა ძალიან ყელში რომ მქონდა ამოსული, ჩემი მეზობლის ტრაქტორზე ვიმეცადინე. ანუ ავედი ამ ტრაქტორზე, ამ კაცს გარეთ ყავდა დაყენებული, სახლისგან მოშორებით ყავდა საკმაოდ დაყენებული და იქ წავედი, მაგ ტრაქტორზე ავედი და ერთი დღე მთლიანად იქ ვიმეცადინე, მეორე დღეს ძალიან კარგად ვიცოდი გაკვეთილი. მერე კიდე კარგი ამინდი იყო მახსოვს და კიდე ერთ სხვა მეზობელთან გავედი, ნინო ბებიასთან, რომელსაც ჰქონდა საქანელა სახლში. და მაგ საქანელაზე ვიმეცადინე. და აი ესე უჩვეულო ადგილებში მიყვარს ხოლმე მეცადინეობა და ეხლა ეს ჩვეულებრივ ნორმალური ადგილია, აქ ბევრი მეცადინეობს ხოლმე, მაგრამ სულ დამავიწყდა, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მაინჭებს ხოლმე ესე რენდომ ადგილებში სწავლა და დავიწყე ეხლა ეს გვერდი კი არა და არა, ეს გვერდი დავამუშავე და ეხლა მინდა რომ ეს მეორე გვერდიც დავამუშავო და მე წავალ სახლში და შევჭამ. ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარო. ძალიან კაი ამინდია. მოვედი სახლში, ეხლა შევჭამ, იმიტომ რომ ძალიან ჩია და მე კიდე დამრჩება სავარაუდოდ დრო რომ წავიმეცადინო სკოლაში წასვლამდე და მე წავიდეთ. სხვადასხვა ახალი მეგობარი შევიძინე სკოლაში. წინაზე რო ვიყავი, ერთი ახალი მოსწავლე დაგვემატა, ეს არის უკრაინელი გოგონა. დაახლოებით იქნება 30-დან 35 წლამდე შუარეთში. და ძალიან საყვარელი გოგო არის, მაგრამ დავინახე პირველად მოვიდა რა. ხო და მეგონა რომ ახალი ჩამოსული იყო, მაგრამ რო გამოვედით და რო დავიწყეთ ლაპარაკი, მითხრა რომ 1 წლისა და 8 თვის ჩამოსულია, ანუ თითქმის 2 წელია, რაც არის ესპანეთში და მე საუბარი გვინდოდა, იმიტომ რომ დიდი ალბათობით არც იმას არ ახავს არავინ, ვისაც ელაპარაკება ხოლმე და არც ხო და მეთქი წავიდეთ ერთად მეტროსკენ თქო და ის სხვა მხარეს მიდიოდა, მე სხვა მხარეს, მაგრამ სულ ცოტათი მიგრძელებდა ეგ გზას და მეთქი შენ მხარეს წავიდეთ თქო და სანამ ვისეირნეთ რაღაცები მეელაპარაკა, მითხრა რომ 1 თვით იყო საქართველოში, თბილისში და ძალიან მოეწონა, შევეკითხე მეთქი აბა, როგორი შევეჭდებები გაქვს მეთქი და საჭმელი მომეწონა ძალიანო, განსაკუთრებით ხაჭაპურიო, გავგიჟდი ისე მომეწონაო, ხინკალიც გავსინჯეო, რაღაცები მომიყვა და მითხრა რომ ძალიან გაუკვირდა, რომ ქართველი წამოვედი საქართველოდან. და მაინტერესა მეთქი, ანუ მე ხარ გამკურვებია, ბუნებრივია, იმიტომ რომ უკრაინაში ომია და ანუ რაღაც პროგრამით არის წამოსული რა. იდეაში არც უწევს რომ იმუშაოს და რაღაცა დაფინანსებული აქვს ყველაფერი, ყველანაირად უზრუნველყოფილი არის, მაგრამ მაგას გაუკვირდა მე რატო წამოვედი და მეთქი აი რთული მდგომარეობა იყო, ძალიან თქო და ძალიან ბევრი მიზეზები მქონდა. ანუ ბევრი მიზეზებიც კი ძლივს ვთქვი. ხო წარმოგიდგენიათ როგორ ჯახირობ ამ ყველაფერზე საუბრის დროს. თვითონაც ძალიან წვალობდა, მეც ძალიან წვალობდი, აი ერთნაირად ვწვალობდით და მეთქი ბევრი მიზეზები არის მეთქი რა, უბრალოდ მივახვედრე რომ რთული მდგომარეობა იყო ძალიან თქო და მითხრა რომ ანუ არ შემიტყვია ეგო რა. მერე კომპლიმენტი მითხრა, მე 20 წელიწადი და 8 თვეა აქ ვარო და შენ ერთი თვეო და ზუსტად ერთნაირად ვლაპარაკობდით, მართლა აი ლაპარაკიც ხო არ ქვია მაგას სიტყვებს რომ ისვრი რა და მერე ის მეორე ადამიანი ამ სიტყვებს რომ კინძავს და რაღაცა მნიშვნელობას რო ანიჭებს, აი
ეგ იყო ჩვენს შორის და გაგიჟდა, ანუ თავიდან რომ უთხარი რომ ერთი თვე თქო, არ მიჯერებდა რა. ანუ ერთი თვე ალბათ რაც აქ დადიხარ რომ მასწავლებელთანო თორე ერთი თვეა ჩამოსული ხარ და მე კი ერთი თვეა ჩამოსული ვარ, მაგრამ მე 2 თვე კიდე საქართველოშიც ვიარეთ თქო რა მასწავლებელთან და აუ არა, მაინც ძალიან მაგარი ხარო, ძალიან ბევრი სიტყვები იციო და რაღაც სიტყვებს რო ვეუბნებოდი, ვერ იგებდა და ჩატს ეკითხებოდა ხოლმე, მითარგმნეო რა. ხო და ალბათ ეხლა რამდენიმე სიტყვა რომ მაგან არ იცოდა და მე რო ვიცოდი, მოეჩვენა რომ მე ყველაფერი ვიცოდი. ხო და ძალიან ბევრი კომპლიმენტები მითხრა მაგაზე, ყოჩაღო და რაღაცეები და მე რო ვკითხე რომ მეთქი აბა რას საქმიანობ რაღაც თქვა, აღმოჩნდა იოგი და ნუ მანდაც საერთო გამოვნახეთ მეთქი მე პილატესის და აერობიკის ჯგუფური ვარჯიშების ინსტრუქტორი ვარ თქო და ვაუ რა მაგარია, როგორ დაემთხვა და რაღაცეები. და მე რო ვკითხე თუ მუშაობდა, ეგ მაინტერესებს ხოლმე ძალიან ეს ერთი რთული რო არის სამსახურის პოვნა პირველ რიგში, ეგ მაინტერესებს ხოლმე და მითხრა რომ არა. და გამიკვირდა, მაგრამ ალბათ როგორ რაღაცა არის იცით, დიდად სურვილი ვერ დავინახე მასში, რომ ადაპტირდეს ესპანეთთან და ალბათ ეგეც არის მიზეზი იმისა, რომ არ მუშაობს რა. ანუ არც ისეთი ტიპაჟი არ არის პირობითად, რომელიც ეძებს სამსახურს რა, აი რაღაცნაირად თითქოს ქვეყანაში დაბრუნება უნდა და ხო რა, აი მაგდენი ვეღარ ვკითხე და არ ვიცი, უბრალოდ ეგ შევამჩნიე, რომ უბრალოდ ცხოვრების დინებას მიჰყვება რა და ელოდება როდის შეიცვლება მდგომარეობა და ესპანეთთან მორგებას და ადაპტირებას ნაკლებად ცდილობს და აი რამხელა მნიშვნელობა აქვს მაგას, აი წელიწადი და 8 თვე წარმოიდგინეთ. და თურმე სახლიდანაც არ გადის ხოლმე და აქაც პირველად მოვიდა, მაგასაც ვერ ვიჯერებ, რომ გაკვეთილზე მოვიდა პირველად. როცა წელიწადი და 8 თვის წინ შეეძლო რომ დაეწყო რა. ხო და ბევრი კითხვები მქონდა ძალიან, მაგრამ ვერაფერი ვერ მოვაბითავი და ვერ ისქენი. ხო და დღეს ალბათ ისევ იქნება გაკვეთილზე და ძალიან გამიხარდება თუ დავახლოვდებით. დღეს შევთავაზებ რომ გავისეირნოთ თქო, თუ მოვიდა. გაკვეთილის მე ცოტა დრო გვაქვს ხოლმე და ხო თუ ისევ მოვიდა და გამოიჩინა ინტერესი შევთავაზებ და ვნახოთ რა იქნება. სხვა ისეთი სიახლეები ჯერჯერობით არაფერია და ხო წავედი ხა დროზე უნდა ვჭამოხე. შეიცვალა ჩვენი გეგმები, ბატონი ბაატა დღეს ადრე დაბრუნდა, ამიტომ მივდივართ თითქოს სკოლაში. დაგუნთავრდა გაკვეთილი. ის გოგო საერთოდ არ მოვიდა დღეს. სულ ესე შვებიან, ერთხელ მოვლენ ხოლმე, მერე საერთოდ აღარ მოდიან. ძალიან იშვიათად რომ ვინმე ესე ჩვენსავით დადიოდეს. ეს ვიყიდეთ კარფურში და უნდა გავსინჯოთ. ძალიან მომეწონათ გამოიყურება. უგემრიელესია, ძალიან მომეწონათ. თან არის შაქრის გარეშე და თან ორივეს მოგვეწონა, რაც საკმაოდ იშვიათია. პირველად შემოვედი ბერშკაში და ეხლა გაჩვენებთ დაახლოებით ფასებს, მაგალითად შარვალი ვნახოთ. 30 евро ღირს, აი ეს სტილი. ეს ზედა ვნახოთ მაგალითად 16 евро ღირს. ეს 36 евро. ისევ შარვალი 30 евро. რამე მოსაცმელი ვნახოთ აბა. აი ეს მოსაცმელი. Por ejemplo 36 евро. ეს შარვლები რა დავინახე, ესენი მიყვარს მე. ზემოთ მომდგარია, ქვემოთ ცოტა გაშა. აუ ესენი ძალიან მიყვარს. ბათქათებით არის თან, მოიცა ფასი ვნახოთ. 30 евро. პირველ ხელფასზე მოვდივართ აქ მეგობრებო, всё. აუცილებლად ნახეთ თან ფერებში. ყველაფერი ძალიან მომეწონა, ზოგადად მიყვარს რა ბერშკას კოლექცია. რაღაცნაირად ძალიან ახლოს არის ხოლმე ჩემს სტილთან და ზამთრის კოლექცია ჰქონდათ. ხო და მაგას ფასები კიდე უფრო მეტად დააკლდება, როდესაც მოვა ზაფხული. და არ ვიცი დაველოდებით თუ არა ზაფხულის მოსვლას, მაგრამ პირველ ხელფასს რო ავიღებ, შევთანხმდეთ მე და თქვენ, რომ წამოვალ ბერშკაში და რამე ერთს ვიყიდი. და მე ზაფხულში უფრო მეც ვიყიდი, კიდე უფრო მეტად რომ დააკლდება ფასები. ეხლა ვარ პეპკოში, არ ვიცი რატო შემოვედი, უბრალოდ ბოდიალი დაისმინდა და აუ ნახეთ ეს რა ლამაზია, ეს დედა ჩემს უნდა მოვყიდო. ნახეთ. აუ ძალიან ლამაზია. ძალიან მომწონს.
ეს იმდენად არ მოწეს, ის ძალიან მომწონს. აუ, ისიც ლამაზია. ეხლა შევიდეთ სტრადივარიუსში, აუ, ძალიან დიდი ის აქვთ. ფილიალი, რამდენიმე სართულია მე მგონი. მე ძალიან მიყვარს ამათი ჯინსები, სტრადივარიუსის, აი, განსაკუთრებით მიყვარს და 39 ევროდან ჩამოსულია 30 ევროზე. უბრალოდ 40 ევროდან და ალბათ აქაც ვიყიდი მერე ჯინსებს. აი, იცით როგორი ჯინსები აქვს, ძალიან კაი დგომა აქვს რა. ზემოთ საჯდომზე კარგად მაქვს ხოლმე, წელზეც კარგად მაქვს ხოლმე და ქვემოთაც ლამაზია ხოლმე. მარტო ამათი ჯინსები აკეთებს მაგას რა. ის ჯინსები რაც მაქვს და რაც წამოვიღე აქ, 3 თუ 4 ცალი მაქვს, არის სულ ამათი რა. ხო და ძალიან მომწონს ამათი ჯინსები. აი, ბერშკას ჯინსები მაგალითად რამდენჯერაც ჩავიცვი, იმდენჯერ დამამახინჯა ჩვეულებრივად, მეთქი ეს რა არის. ხო და აი ეს ჯინსები პირიქით აკეთებს და თუ გაქვთ ვინმე ეგრეთ ჩემსავით პრობლემა, აუცილებლად სცადეთ სტრადივარიუსის ჯინსები. ოღონ ყველა რა თქმა უნდა არ მოგერგებათ და არ იქნება საოცრება, მაგრამ რომელიღაცას დაამუღამებთ რა. აი, ყველაზე ლამაზი დგომის ჯინსები აქვს სტრადივარიუსს. დღესაც პაატას გამოვყევი აქამდე. მერკადონა ჯერ კიდევ არ გახსნილა. ავიდეთ, ვივარჯიშოთ დარბაზში. დღეს კვირა დღე არის და გამოვედით პარკში. ძალიან კაი ამინდია, როგორც ხედავთ. მზეში ცხელა კიდეც. ესე ჩრდილში თუ დადიხარ, ოკეია და ესეთი სასიამოვნოა. აი ეს მოკლეკლავიანი მაგით თუ დადიხარ, ჩრდილში იდეალური ტემპერატურაა და მზეში რო გადიხარ მოკლეკლავიანი ცხელა. აი, აქეთ ბავშვები არიან რაღაცა. გასართობი სივრცეებია მოწყობილი. ტრედები. ნახეთ, რა საღვარლობა. რა ლამაზია. მომეწონა ეს ადგილი. აუ, რა კაი მზეა. თქვენ გონიათ მარტო ბავშვები ერთობიან, აი, მშობლები ჩემს თამაშობენ. აგერია. აქ დაგემშვიდობებით მეგობრებო და შეგხვდებით შემდეგ ვლოგში. მადლობა რომ ვიღურეთ. გამოიწერეთ ხათოს YouTube არხი და დალაიქეთ ვიდეო და დაგვიწერეთ მწვანე გულები. ჩემი გული გავუშვი? სიმწვანეში ვართ და მწვანე გულები დაგვიწერეთ. ოკეი.